მოგესალმებით. ორ საკითხთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო ძალიან მოკლედ. მე პირადად თქვენ დამიმაქვს ფიქსირებული განწყობა და ყველაფერი რაც არ უნდა ისაუბროთ დათელფერებში წარმოვაჩინოთ, ჩემთვის პირადად არის მე-10 და მე-20 ხარისხოვანი ელემენტარულად არის მინებით, ჩემთვის და დარწმუნებულად ძალიან ბევრისთვის და კოლეგამ ახსენა არ აქვს ფასი თქვენს მიერ გატარებულ ან გასატარებელ რეფორმებზე საუბარს, როდესაც დამოკლეს מחვილივით კიდიათ ძალიან დიდი ტრაგედია თავზე. Გავუტონი ია კერძაია საქმე მოხდებობაში და მე პირადად ამ ხის განმავლობაში ვერ მოვისმინე თქვენსგან პასუხი კონკრეტული ამ საქმეთან მიმართებაში. ან თუნდაც სინანული აქ კოლეგამ ახსენა ქალბატონმა ლევამ ქვებურია რომ პანაშვიძეც არიყავით ჩასული ზუგდიდში. მე ეს ჩემთვის ძალიან ბევრ რაღაცაზე მეტყველებს. ჩემთვის ეხლა თქვენ წარმოვადგენთ პოტენციურ დამნაშავეს, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე. და მე უბრალოდ რაზომა იქნება გამოყენებული, ეს თქვენზეა დამოკიდებული, ითანამშრომლებთ თუ თქვენ თავზე აიღებთ ამ ბრალეულობას, ეს თქვენი საქმეა. ეხლა 4 საათზე გავუშვით სადამსჯელო ჯგუფი ზუგდიდში, ხო? ერთ დღეში მოვაწერეთ ხელი და გაატარეთ რეპრესია წარჩინებული მართლა სკოლის დირექტორის მიმართ და ეს ქალბატონი გარდაიცვალა, ხო? და თქვენ ხშირად საუბრობთ თქვენი სამინისტრო ამაზე, ამით манипуლირებს მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. ისე მოხერხება უნდა ბატონო მინისტრო, რომ იყოთ მინისტრი განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის და იყოთ პრაქტიკულად მხილებული მძიმე დანაშაულში, რომელმაც შეეწირა ადამიანი სიცოცხლე. ამას მართლაც მოხერხება უნდა, პლუს ყავთ მოადგილე და თულად მოგონია ბატონ გიორგაძეს, რომ იგი დაავიწყდა საზოგადოებას ადამიანი, რომელმაც ააფეთქა საყდრისი და 13 ჯერ ერთ დღეში დაასრულებინეთ. ბატონმა თქვენმა მოადგილემ ერთ დღეში 13 ადმინისტრაციული აქტი გამოსცა და დილის 8 საათზე მერე ააფეთქეს საყდრისის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნეს და მერე ააფეთქეს. და ამიტომაც დაგიტოვეს მოადგილეთ, ეხლა რატო გონიათ სახში, რატომ არ გაუშვეს? აი ხა თქვენ სამინისტროს მაპატიეთ ორი მძიმე პოტენციური დამნაშავე წარმოადგენს, ერთი მინისტრის რანგში და მეორე მოადგილის რანგში და თქვენ გინდათ რომ ეხლა ჩვენ აქ სერიოზული კითხვები